აკვნისარია, მაგრამ საბავშვო საწოლის ყიდველს ზურგეთის ერთ-ერთი სკოლის მოწაფეს მალე მოუწევს. იყო დრო, როცა მოსწავლეს ცოლის მოყვანა გათხოვება ეკრძალებოდა, დღეს კი ბევრ სასწავლო დაწესებულებაში შეხვდებით დაოჯახებ მოწყვილებს. შესაბამისად, ფეხმძიმე მოსწავლის დანახვაც არ უნდა გაგიკვირდეთ. თუმცა ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ, რამდენად ეთიკურია ეს. მრავალკუთხედის კორესპონდენტი გურიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მივიდა და იმით დაინტერესდა, რაიმე შეზღუდვები ხომ არ არის დაოჯახებული არასოწლოვნებისთვის და ეძლევათ თუ არა მათ განათლების მიღების საშუალება. ოზურგეთის ნომერ პირველი საჯარო სკოლა. მე-12 A კლას გეოგრაფიის გაკვეთილი აქვს. ბავშვებს პოლიტიკური რუკა შემოაქვს და როგორც გურულები იტყვიან, მთელი დუნის მდებარეობასა და ამბებს იხილავენ. თეონა ინცკირველიც მათი კლასელია. ათოსანმა გოგონამ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზეც დროულად. 1 წლის წინ იზრუნა და შედეგით სახეზია. იგი აპრილის თვეში დედობის სიხარულს ეზიარება. გვიყვარდა ერთმანეთი და გადავწყვიტეთ ნაადრევად შეგვექმნა ოჯახი, მაგრამ შეზღუდვა ჩემთვის არ ქონია. ეხლაც ყველა დღე დავდივარ და მომაცილებს ჩემი მეუღლეს სკოლასთან, მელოდება დღეს რაღაც პრობლემის გამო ვერ შეძლო მოსვლა და ამიტომ მომიწია მარტო წამოსვლა. პატარას ველოდებით აპრილში და აპრილის შემდეგ ვაპირებ ჩაბარებას და ჩვეულებრივად სწავლის გაგრძელებას. ოზურგეთის ნომერ პირველი საჯარო სკოლა არ გახლავთ გამონაკლისი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილებით, სულ რაღაც 3 წელია გათხოვილ ფეხმძიმე ახალბედა დედებს, ასევე ოჯახშექმნილ ვაჟებსა თუ ნებისმიერი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს საჯარო სკოლაში განათლების მიღების საშუალება კანონით არ ეკრძალება. მოგესალმებით, დაკრძალებით. თანდება ყველა სკოლაში. განსაკუთრებით მაინტერესებს გათხოვილი ქალბატონები. სკოლის დირექტორი მაია თავართკილაძე თვეულ დილის შემოვლას მე-12 A კლასის ოთახიდან იწყებს და უკლებლივ ყველა მოსწავლის დასწრებას, მიუხედავად სოციალური სტატუსისა მოითხოვს. ყველა მოსწავლეს აქვს, ყველა მოქალაქეს აქვს საშუალო განათლების მიღების უფლება. მაგრამ ჩვენი მთავარი მოთხოვნა 12 კლასელებთან დაკავშირებით, აი ამ გათხოვილ ოჯახშექმნილ ადამიანებთან დაკავშირებით ის არის უპირველესი მოთხოვნა, რომ მათ იარონ სკოლაში. იარონ სკოლაში შესაბამისად ჩააბარონ საატესტატო გამოცდები და აქედან გამომდინარე მიიღონ ატესტატი. კიბის საფეხურთან მდგარი მე-12 პირველი კლასის დამრიგებელი ზისანა კეჭაღმაძე ახალბედა დედის ფიქრია ჩხარტიშვილისა და პატარა ნიკოლოზის გამოჩენას მოუთმენლად ელოდება, რომ ძიძის ფუნქცია შეითავსოს და საყვარელ მოსწავლეს გაკვეთილზე დასწრების საშუალება მისცეს. პატარა ნიკოლოზი ძიძას იწუნებს, დედას ითხოვს და ფიქრიასთან ერთად გაკვეთილის მოსასმენად ემზადება. პრობლემები არის ის, რომ ატესტაცია არის ასეთი პრობლემა, რომ უნდა ჩააბარო თურმე 8 საგანში რაღაცა და მე თავისთავად დამტოვებელი ხანდახან დედას ვუტოვებ, მაგრამ ამჟამად დედა ის ვერ დაუტოვეთ. ბავშვი მყავს ძუძუზე, კვებით თავისთავად ხელოვნურზე არ მყავს და ამიტომ წამოვიყვანე ბავშვიც. პრობლემა თავისთავად არის ეს, რომ ვერ ვუტოვებ ვერავის. დიდი ხნის უნახავ ფიქრიასა და მის პატარას მოსწავლეები ოვაციებით ხვდება. სამომავლოდ კი საკუთარი სოციალური სტატუსის შეცვლაზეც ფიქრობენ. გამიჩნდა სურვილი გავთხოვდები მეთქი ვიფიქრე, მაგრამ ატესტატის გამოცდები მაქვს შესაძლოა გათხოვებაც არ მშველის, უნდა ვიარო სკოლაში. ძალიან მომწონს ბავშვი რომ მოყავს, კარგად ვერთობით დაზღვევებას. კიდე ბევრი თუ გააჩენს უფრო გაიგნება. ჩემი აზრით სავსებით მისაღებია რომ მე ბავშვებთან ერთად აუშვეს სიარული. იმიტომ ბოლო წელია და საბოლოა და ისე ცოტა მომანდომეს ცოლის მოყვანა და ასე შვილთან ერთად მოსვლა. კაია, საყვარელი. პატარა ნიკოლოზი ტირილისთვის ემზადება, ალბათ მოშივდა. თეონას ტოქსიკოზმა შემოუტია. გოგონები თანაკლასელებს დაემშვიდობდნენ. გათხოვილი ქალბატონები შინისკენ მიდიან და ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი ერთ ურთში, მენდელეევის სისტემაზე, ან სულაც ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანზე საუბრობდნენ. ექიმების თქმით, როგორც ადრეულ, ისე ნაგვიანებ ასაკში ფეხმძიმობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მხრივ რისკებს შეიცავს. ბოლო 3 წლის მანძილზე ურსულებს შორის 20 წლამდე მოზარდები და 35-ზე მეტი წლოვანების ქალბატონების ჭარბობენ. ეს მაშინ, როცა სპეციალისტების განმარტებით ორსულობისა და მშობიარობისთვის ოპტიმალური ასაკი 22-დან 30 წლამდეა. პროფესორ ნატა ყაზახაშვილის თქმით, განსაკუთრებით სახიფათო მოზარდების ორსულობა, რამაც ბიოლოგიურად მოუმწიფებელი ორგანიზმის შესაძლოა მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს.
ტრავმები ძალიან ხშირია, სამშობიარო ტრავმები 20-მდე ასაკის გოგონებში მშობიარობის დროს, არც თუ ისე იშვიათია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები 20-მდე ასაკის გოგონებში მშობიარობის დროს და ინფექციებსაც სხვათა შორის საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი ახალშობილებში, ახალგაზრდა გოგონათა მშობიარობის შემთხვევაში. ეს არის ყველა ის ხიფათები, რომელსაც და საფრთხეები, რომელსაც აუცილებლად ანგარიში უნდა გაეწიოს და თუ კი ეს შესაძლებელია, ბავშვის გაჩენა დაიგეგმოს სადღაც 22 წლის ასაკის შემდგომ.